მოგესალმებით ყველას ავსტრიის დედაქალაქიდან. ახლა ვიმყოფები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სათავო ოფისთან, სადაც ქართულმა სათვისტომომ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რათა ევროპელი ჩინოვნიკების, დეპუტატების და სხვადასხვა დელეგაციების ყურადღება მიიქციონ იმის მიმართ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში და კიდევ ერთხელ ხარს უჭერთ და თანადგომას უცხადებთ ყველას, ვინც რუსთაველზე დგას, ვინც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში დღეს გამოდის და აპროტესტებს წამებას, ცემას და რაც მთავარია, ქვეყნის ძალადობრივ საგარეო კურსის ცვლილებას. Აგორთ იმიტომ რომ გაუპროცესად ხდება თბილისის ქუჩებში და საქართველოში, როგორ მიიტაცა ქართული ოცნების ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი სახელმწიფო, ყველა ინსტიტუცია გააყალბა არჩევნები და ეხა საკუთარ მოქალაქეებს უსწორდება. ხედავთ ფოტოებზე რა მდგომარეობაშია ხალხი ჩაყრილი. 400 ადამიანზე მეტია უკვე დაპატიმრებული. აქედან დიდი უმრავლესობა არის დასახიჩრებული ნაცემი და საშინელი ისტორიებს ვისმენთ. ეს უნდა დასრულდეს ხელახალი არჩევნებით და ამ რეჟიმის სახლში გაშვებით. დღეს როგორც არასდროს ასე მგონია რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას. პარალელები შეგვიძლია გავურო 1921 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ივანიშვილს, პირადად მას, იმიტომ რომ თავი ამ ყოველფრის ეგ არის. ერთ-ერთმა დეპუტატმა მახსოვს ამასინა თქვა, რომ ანუ ვიღაცები გლობალური პარტია თუ ასე შემდეგ ომის იყენებს ამ ჩვენ ახალგაზრდებს როგორც ტროას ცხენს, როგორც ტროას ცხენი აი ესე. ხო და მე მგონია რომ ტროას ცხენი ზუსტად ივანიშვილია საქართველოსთვის, რომელიც პუტინმა შემოაგდო თავის დროზე და რა ვიცი, თუ ტრუკებით გვემუქრება ეს ივანიშვილი, რომ აი ესე ტრუკებს ჩავატარებ, ისე ტრუკებს ჩავატარებ. მე მგონი ეს ბოლო ტრუკია მისი და წარუმატებელი, ჩემი აზრით. ასე რომ თავარია გამძლეობა, ერთადგომა და ბოლომდე მივიღოთ ამ საქმეს. ეს გონი კითხვის ნიშანი აღარ დგას საერთოდ. რა სიტყვის ქართული ხალხი რისთვის გარეთ, რისთვის იბრძვიან, ეს არის თავისუფლება. ამ თავისუფლებისთვის ვიბრძვით უკვე მე რამდენი საუკუნეა, ვის ვებრძვით აღარ არის კითხვის ნიშანი და ეს არის რუსეთი და არ ვიცი, მე მგონია რომ უნდა გამოვიდეს ის ხალხიც კი ვინც დარჩა რაღაცა ნიჰილიზმსა თუ კონფორმიზმში, ხო დღეს უნდა გაიღვიძონ და გამოვიდნენ. მაგალითი ამის არის უამრავი, ავიღოთ თუნდაც უკრაინა, რომელიც სისხლის ფასად იბრძვის, ხო, ამ თავისუფლებისთვის და აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. უნდა მივიყვანოთ შვიდობით, რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება ყველამ უნდა გაიღვიძოს ქვეყანაში, გაიღვიძოს, იმიტომ მე არ მგონია რომ დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც რუსეთი უნდა. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. ყველას ვთხოვ, რომ უბრალოდ გამოფხიზლდეთ, გაიღვიძოთ და გაიაზროთ, რომ ერთადერთი მტერი ყავს ქუჩაში, ვინც ჩვენ გვებრძვის, ეს არის რუსეთი. ეს აღდგომის მიზეზი სამწუხაროდ ყოველდღე უფრო და უფრო მატულობს, რაც საქართველოში ხდება და რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ხარ ხოცი, ხარ ნაცი, როდესაც შენ ქვეყნას და შენ ხალხს თუ გინდ ერთი ადამიანის კი იდგეს რუსთაველზე, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მისი როგორც მოქალაქეობრივი უფლებები, ასევე ადამიანის სურვილი იცხოვროს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში. ეს მხოლოდ არც რუსულ კანონს ეხება, იმიტომ რომ ყოველდღე მატულობს ძალადობა მოქალაქეების მიმართ და ძალიან მძიმე ამ ყველაფრის ყურება და ჩემი უდიდესი სოლიდარობა ქართულ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ყოველდღე ღამით დილით შევადგეს დგანან რუსთაველზე და იცავენ ჩვენ უფლებებს. ჩვენ რაც შეგვიძლია არის რომ აქ ვიდგეთ და რაღაცნაირად გავაპროტესტოთ ეს უსამართლობა. მეგობრებო, დებოძმებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, იმედიანად იყავით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.